არ განახლდეს, სანამ ამ ვიდეოს არ უყურებ. მოკლედ, როგორც იცით, iOS 26.4 და 2 უკვე ხელმისაწვდომია და Apple-მა შემოგთავაზა ძალიან ბევრი bug fix-ი. თუმცა ამ bug fix-ებს აქვს თავისი, ასე რომ ვთქვათ, ფასიც, ხო? გარდა ამ bug fix-ებისა, განახლება შეეხო და გაუმჯობესდა, ასე ვთქვათ, ელემენტის წარმადობა, შედარებით კარგად ძლებს. აი თუ შევალთ ახლა ჩემს ელემენტის სტატისტიკაში, ვნახავთ, რომ 6, 5 და ზოგჯერ 10 საათიც კი არის screen on time, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტიურად ვიყენებ smartphones, მობილური ინტერნეტის გამოყენებით და Wi-Fi-სთან. ანუ შერეული გამოყენების დროს გვაქვს ეს შედეგები. და როგორც ხედავთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ ბატარეის ციკლი მხოლოდ 9 არის. საინტერესოა ტელეფონი, რომელიც გამოვიდა 7 თვის წინ, როგორ არის ეს ასე. როგორ და მანქანიდან გადმოსვლის დროს ძველი iPhone-ი გადმომივარ და გატყდა და ეს უკვე ახალია. დაუბრუნდეთ უკან ვიდეოს. განახლება შეეხო keyboard-საც, აქ აღარ გვაქვს ეგრეთ წოდებული ghost typing-ები, გვაქვს ძალიან კარგი, ასე რომ ვთქვათ, responsiveness-ი ხილაკებიდან და ძალიან კარგად ისქროლება ემოჯების თაბლიც, რაც წინა ვერსიებში საკმაოდ ესეთი ლაგიანი და არც თუ ისე კარგი იყო. განახლება შეეხო AirPod-ებსაც, თუ თქვენ გაქვთ AirPod Pro 3-ები ან AirPod Pro 2-ები, აუცილებლად განახლდით ბოლო ვერსიაზე, რადგან გამოსწორდა ძალიან ბევრი ხარვეზი. ერთ-ერთი არის დაკავშირების ხარვეზი, იმიტომ რომ როგორც იცით, როდესაც ამოიღებდით AirPods, შეიძლება საკმაო ხანი დასჭირვებოდა, რომ ის iPhone-ს დაკავშირებოდა. როგორც ხედავთ, ვერსია უნდა იყოს აი ეს, რაც ეკრანზეა და შესაბამისად თქვენ გაქვთ უახლესი ვერსია, რომელიც მაქსიმალურ სიამოვნებას მოგანიჭებთ თქვენი AirPod-ების გამოყენების დროს. რაც შეეხება performance-ი ნორმალურია, შეიძლება ითქვას, რომ ცოტა გაუარესებულია ვიდრე iOS 26.4.2 და ამას Geekbench-ის ქულად სადასტურებს. შეხედეთ, iOS 26.4.1-ზე გვაქვს 10,000-ზე მეტი multicore, ხოლო iOS 26.4.2-ზე გვაქვს 9,861, რაც დაახლოებით არის 7-8%-იანი ვარდნა. დღეისათვის სულ ეს იყო, მეგობრებო, განახლდით თუ გაქვთ iOS 26.4 და ზემოთ, ხოლო სხვებმა თავი შეიკავეთ დროებით.